პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება ევროპელ ბიუროკრატებს. ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების ვადის გასვლამდე ერთი კვირით ადრე ოცნება უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე პასუხისმგებლობის სრულად მოხსნას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის დათქმებიდან ივანიშვილის გუნდმა არც ერთი რეკომენდაცია შეასრულა, არც პოლიტპატიმრები გაათავისუფლა და არც რეპრესიული კანონები წაუღია უკან, ოლიგარქის გუნდი ისრების გადატანას ევროკავშირის მიმართულებით ცდილობს. საპასუხო ქმედებებისთვის მოცემული ვადა რამდენიმე დღეში ამოიწურება. ოცნების პასუხი კი პარტნიორებზე ყოველდღიური თავდასხმებია. თითქოს ევროპელ ბიუროკრატებს ღედაღამე არ ძინავთ ქართველების და ქართულ სახელმწიფოზე ფიქრობა. ეს არის აბსოლუტურად ხალბი დამოკიდებულება. მოთხოვნები დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, უსამართლობასთან, რომელ პოლიტიკურ პარტნიორებზე მესაუბრებთ თქვენ? მოლოტოვის კოქტეილებს რო ესროდნენ პოლიციელებს? შანტაჟის ქვეშ ხდება გაჟღერება, აი ამ მუქ არის, რომელსაც ქვია თავისუფალი მიმოსვლის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროჩინოვნიკებს, ვინც უსამართლოდ, უკანონოდ და უსაფუძვლოდ ცდილობენ საქართველოში დააბრუნონ აგენტურული ხელისუფლება. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები ამბობენ, რომ ოცნებაში უკვე კარგად იციან თუ რა იქნება ევროკავშირის პასუხი ივანიშვილის გუნდის ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და მძიმე შედეგებთან გასამკლავებლად თავდასხმებით წინასწარ ემზადებიან. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ივანიშვილის მმართველობამ შესაძლოა ქვეყანა კანდიდატის სტატუსის გადახედვამდეც მიიყვანოს, რის შედეგადაც საქართველოს ევროკავშირს შორის ურთიერთობები მაქსიმალურად დაბალ ნიშნულამდე დავა. ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი, რაც საქართველოს მოქალაქეებს თითოეულ შეთანხმებას ჩამოყვართავს აი უდიდეს მონაპოვარს, ამ უდიდეს თავისუფლებას, რომელიც გაგვაჩნია 2017 წლიდან და დაგხვევს უკან მრავალი წლით იმ პროცესებისგან, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინასა და მოლდოვაში. ეს შექმნის ყველაზე სავალალო რეალობას ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც ჩვენ უკვე ფაქტობრივად აღარაფერი აღარ გვექნება ხელშესაჭრელი და ნელ-ნელა ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება. ჯერ იქნება ვიზა ლიბერალიზაცია, შემდეგ იქნება ასოცირების გადახედვა, რასაკვირველია ამ დაგოწევს რომ მას მოყვება კანდიდატის სტატუსის გადახედვა. თუ კი საქართველოს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს და ეს ზუსტად ამ რეჟიმის პირობებში ჩვენ სწორედ ამ პროცესს ვაკვირდებით, მაშინ როგორ უნდა აუხსნას ევროპელმა პოლიტიკოსმა თავის მოქალაქეს თუ რატომ არიან უვიზოდ მათ ქვეყნებში ისეთი ქვეყნების მოქალაქეები, რომლებსაც როგორც თქვი, არც ფასეულობებით, არც პოლიტიკური სისტემით და არც სხვა თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებული სიახლოვე არ აკავშირებთ. გამარტივებული მოგზაურობა, სამედიცინო დახმარება გადაუდებელ შემთხვევებში, დასაქმება, გაცვლითი პროგრამები, სწავლის მარტივად გაგრძელება ევროპის ქვეყნებში და ეკონომიკური სტაბილურობა. ეს იმ სიკეთეების არასრული ჩამონათვალია, რასაც უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები დაკარგავენ. ოპოზიციის შეფასებით ოცნება რუსეთთან თანამშრომლობით აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანა ვიზა ლიბერალიზაციის გარეშე დატოვოს, რაზეც ერთადერთი პასუხისმგებელი ივანიშვილის რეჟიმია. სამწუხაროდ არაფერი კარგი ჩვენ არ გველოდება. ეს არის სწორედ ის შედეგი, რასაც იღებს საქართველოს ყველა მოქალაქე, როდესაც ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც ასრულებს რუსეთის ყველა დავალებას. ძალიან აქტიურად მუშაობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ეს არის გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, იმისთვის რომ საქართველოს მოქალაქეებმა ეს სიკეთე არ დაკარგონ და სხვა გამოსავალი მოუწებნოთ ივანიშვილის რეჟიმზე ზეწოლისთვის. უვიზო მიმოსვლის გეგმა ეს არის ბიძინა ივანიშვილის გეგმა, რადგან მას არ უნდა საქართველოს ევროკავშირთან სიახლოვეში, რატომ? იმიტომ რომ დემოკრატიული თამაშის პირობებში ის ვერ შეინარჩუნებს უზურპირებულ ძალაუფლებას. ის რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს არის რომ ჩამოვშალოთ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება. 13 სექტემბერი წინააღმდეგობის ახალი თარიღი არვა ოპოზიციურმა პარტიამ ევროკავშირის მოთხოვნების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე სპეციალური ბრიფინგი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ გამართა. პროდასავლური ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ, იგივეს მოუწოდებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებს და ერთობლივ ევროპული მომავლის მხარდასაჭერ აქციას აანონსებენ. მოგმართავთ ყველას განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა. ძვირფასია და ვინც პატივსცემს საქართველოს მოქალაქეების უფლებას ისწრაფოდე ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ, ვიყოთ ძალიან ბევრი, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ რუსული რეჟიმი არ წარმოადგენს ქართულ ხალხს, რუსული რეჟიმი არ წარმოადგენს საქართველოს.
ამასთანავე მოგმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ოპოზიციონერ პოლიტიკოს, ვისაც რეალურად აღელვებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი. ხელი აიღეთ რეჟიმის თანამზრახველობაზე ქართველი ხალხის მოტყუებაში. ევროკომისიამ ქართული ოცნების ხელისუფლებას წერილი 17 ივლისს გაუგზავნა და მის შესასრულებლად ვადა 31 აგვისტომდე მისცა. პარტნიორების ძირითადი მოთხოვნები რეპრესიების შეწყვეტა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რეპრესიული კანონების გაუქმება და ღია დიალოგის უზრუნველყოფა იყო. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კი ბრიუსელში ოქტომბერში შეიკრიბებიან და შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი პირობების შეუსრულებლობის გამო საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება იქნება. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა კვალიფიციური უმრავლესობის, ანუ ევროკავშირის 15 სახელმწიფოს თანხმობა.